საქართველოში ვერ გადაადგილდებია. ციხეში ზიანი იმიტომ რომ თავიანთ Ani startmevas. Ჩვენ არ შევეგუებით არავითარ შემთხვევაში იმას, რომ საქართველოში დემოკრატია მოკვდეს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ საქართველოში გქონდეს არჩეული პარლამენტი და გყავდეს არა არჩეული, არამედ დანიშნული პარლამენტი. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ჩვენ საქართველოში გყავდნენ არა არჩეული, არამედ დანიშნული დეპუტატები. კონსტიტუციის ჩარჩოებში მოგიწოდებთ, რომ ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ იდგეთ იმ პოზიციაზე, რომელზეც დღეს დგას თითეული თქვენგანი. ჩვენი სიმტკიცით. მეგობრებო, საქართველოს ქალებო და კაცებო, ლამაზებო, გულანთებულებო, გაბრაზებულებო, გაუმარჯოს ჩვენს ერთიანობას და ჩვენს ერთად ყოფნას. ამ მოედანზე, რომელსაც ქვია თავისუფლების მოედანი, დღეს შეკრებილი არის სრულიად საქართველო, ვინც გაარღვია პოლიციის კორდონები, გამოაღწია სხვა რაიონიდან, ქალაქიდან, არ შეუშინდა გეცლიან სისინს, რომ მოხდება პროვოკაცია, არ გახვიდეთ მიტინგზე, არ დაიცვათ თქვენი ღირსება, თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენ სიმტკიცეს და იმას, რომ არ დათმეთ თავარი, ღირსება და თავისუფლება. დასცქერის შენობა, რომლის ბოლო სართულზე ეგონათ, რომ ქართველ ხალხს 3 ნოემბერს გამოუცხადებენ, რომ მათ აღარ აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება და თქვენ დარჩებით სკოლებში, ლაბორატორიებში, ყანაში, ვენახში, სამზარეულოებში და ხმას არ მოიღებთ იმაზე, რომ პენსია ჩამორთმეულ, ხელფას წართმეულ, ჯანდაცვა დაკარგულ, იმედ დაკარგულ ხალხს გამოგიცხადებენ ერთი სიტყვით, რომ გართმევენ უკანასკნელს, უფლებას, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ თქვენი შვილების მომავალი, თქვენი შვილების ხვალინდელი დღე, თქვენი აქ ყოფნა, თქვენი დგომა ამ მოედანზე, საქართველოს თითეული ქალაქის, სოფლის მოედნებზე, ქუჩებში, მთელ მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ქართველ ხალხს შეიძლება შიოდეს, წყუროდეს, ციოდეს, მაგრამ საკუთარ ღირსებას, საკუთარ თავისუფლებას ის არავის არ დაუთმობს. აი ამ თქვენ სიმტკიცეს გაუმარჯოთ, მეგობრებო. ჩვენ არჩევნებამდე, რომ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თითეული თქვენთაგანის არჩევანი, იმიტომ რომ თუ საუბარია კონსტიტუციაზე, თუ საუბარია კონსტიტუციურ მეთოდებზე, თავარი რისთვისაც დაიწერა ქართული კონსტიტუცია, თავარი რისთვისაც დაიწერა ნებისმიერი კონსტიტუცია დედამიწის ზურგზე, არის ის, რომ ხალხს, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს კონდეს არჩევანის უფლება და ვერავინ შებრალოს ეს უფლება. დღეს შევარდნაძის ხელისუფლება, დღეს ასლან აბაშიძის ხელისუფლება დგას საქართველოს კონსტიტუციის გარეთ
ეს გახდა ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება. მათ აღარ აქვთ უფლება, აღარ აქვთ ლეგიტიმურობა, რომ ისაუბრონ თქვენი სახელით, ხალხის სახელით, იმიტომ რომ მათ ცადეს თქვენი ნების უზურპაცია და მითვისება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, შვიდობიანად, უიარაღოთ, ძალადობის გარეშე, მაგრამ ბოლომდე, სანამ თითოეულ თქვენთაგანს არ დაუბრუნდება ეს უმთავრესი უფლება. ჩვენ ბულგარეთზე დემოკრატიის ამ მიტინგების შემდეგ, რომ თურმე გადაგვილახია ბარიერი, ამის საპასუხოდ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ აი ესე დანიშნულ პარლამენტში შესვლას და რაიმე ადგილების დაკავებას. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ საქართველოს ყავდეს არა თქვენს მიერ, თქვენი შვილების მიერ არჩეული პარლამენტი, არამედ შევარდნაძის მიერ დანიშნული პარლამენტი. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ყავდეს მართლაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტიც, პრეზიდენტიც, ან აი ის სამარცხვინო ორგანო საერთოდ ვერ შეიკრიბოს. ჩვენ ვაცხადებთ ახლა ამ წუთებში, რომ არ დავიშლებით და ჩვენს ბრძოლას ექნება მუდმივი სახე, მუდმივი ხასიათი, მანამ სანამ ჩვენ ყველანი ერთად არ ვიზეიმებთ გამარჯვებას და თქვენ გამარჯვებულები არ დაუბრუნდებით თქვენ საკუთარ სახლებს. შეიძლება რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალბატონ ნინოს, სხვა აქ შეკრებილ ლიდერებს, ბატონ მიხეილს ჰქონდა თათბირი, როგორ გავაგრძელოთ სრულიად მშვიდობიან კალაპოტში, ძალადობის გარეშე, მაგრამ უკომპრომისოდ ჩვენი ბრძოლა და მინდა რომ ეს გადაწყვეტილება თქვენ გაგაცნოთ სწორედ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი მთავარი საფიცარი არ შეიძლება იყვნენ პიროვნებები, არ შეიძლება იყვნენ თუნდაც პოლიტიკური ლიდერები. ჩვენი მთავარი საფიცარი, ჩვენი მთავარი სიამაყის საგანი, ჩვენი თავგანწირის მიზანი და treba ეს არის ჩვენი სამშობლო საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს. ახლა ყველამ ჩვენი სამოლობისანი არის, ყველას ვინც გუგლავს ტელევიზიით, ყველას ვისაც დედები არ უშვებენ სახლიდან, იმიტომ რომ ეუბნებიან, რომ სისხლი დაიმრება. ესენი აგერ არიან, აქ არიან ამათ ჩვენ. ხო. ალამეთში ის გიორგი.
ჩამოფარებული. აიგიანებულ ლაპარაკი იურა სადა. ვიტი მოწემნე და მოიყვანი ახლა. საიტაბა. რეჟიმისთვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადების თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ახლა მთავარი რისი იმედიც აქვს გრანდიოზული მანიფესტაციების შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს გაშუქდა მსოფლიოს ყველა ტელეარხზე, მას შემდეგ რაც ამის თაობაზე გაიგო უკვლებლივ ყველა პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა დასავლეთში და აღმოსავლეთშიც ჩვენი თანამედროვე მსოფლიოსი ერთადერთი რის იმედით პრეზიდენტ შევარდნაძეს აქვს არის რომ მოიგოს დრო, მოახდინოს მანევრები, მოახდინოს თავის რაღაც ჩვეულებრივი ტრიკები, რომელიც მას არაერთხელ ჩაუტარებია იმისათვის, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება და გააგრძელოს საქართველოს ძველი ტემპით და კიდევ უფრო დიდი ტემპით კრება. და დროში. რას აკეთებს დღეს შევარდნაძე? მოსკოვში პირდაპირ არ მიიღეს, მაგრამ გარეკა 2 დღის განმავლობაში სამჯერ რომ გადააბარეს მას პოლიტიკურ ხელისუფლებას საქართველოს სულმადის. ამასობაში ჩვენი დრო, ჩვენ დრო აღარ აქვს. საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან. ზუგდიდში ხელარისთვის მეზრიშვილი არის შევარდნაძე იუკაში და სარამარგალატერია განცხადება. მაგრამ მას მინიმუმ შემოწერას მივარკვევ და ვეთქვით რომ გადადგეს. დაგვანებოს თავი და ამის შეგვიძლია თქვენ დახმარება. მან განაცხადა რომ ის დათარიღდა არაერთ შეთავაზებისა, მაგრამ გამოგზავნება არ ისურვა და არ გამოვიდა და არ შეხვდა ხალხს. ეხლა მე მინდა გითხოთ თქვენ, აი ამ სიტუაციაში რა სურს მას და რა გვინდა ჩვენ.
შევარდნას სურს ქვეყანაში შექმნას კრიზისი და გადაეფშინოს ქალა. ჩვენ სურს შევარდნას შეუქმნათ კრიზისი და გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს არის ჩვენ ორ ტაქტიკას შორის ფუნდამენტური განსხვავება. თუ იცი და ვის წინააღმდეგ აპირებ გასვლა. კიდევ თვალები გამოთხარა მათ ხელმძღვანელს, იქ ადგილობრივ პოლკოვნიკს, რომელიც ამ პოლიციის ძრას ხელმძღვანელობდა. არაერთი განასახადები გამოვიდა თქვა, ჩვენ გამივიდეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ ჯერ დიდი მიტინგის გამართვა რამდენად ადრეა, რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ჯერ ერთი გაიმართოს ლოკალური აქციები რეგიონებში და შემდეგ გაძლიერდეს დაწვალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმ წუთში როცა დავინახავთ, რომ ყველანაირი რესურსი მათზე დაწვალეს, ყველანაირი რესურსი მათი უკან დახევეს, ყველანაირი რესურსი იმისა, რომ შევარდნან ხელი აიღოს ხალხებობას და ბოლომდე არ მიიღოს დასწრებული საქმე ამოწურულია, მე მართლა 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი ხალხი უახლოეს დღეებში. სტუდენტი, პენსიონერი, მეცნიერი, უმუშევარი, პროფესორი, მე ყველა რეჟისორი, ხატვარი, ყველა ბიზნესმენი ქვეყნის მე მინდა გქხოთ აი ეს სამუშაო შეხვედრა, ავირჩიოთ დაუმორჩილებლობის კომიტეტი, ხვალ იქნება რამდენიმე აქციამ დაუმორჩილებლობის კომიტეტის საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. მაშინ საქართველოს არმია, რომელიც მანამდე უნდა ინარჩუნებდეს ნეიტრალიტეტს, იმ შემთხვევაში, თუ უკანონოში არ არის დაარღვევს განოს, ქვეყნის მთავრობა და ნაციონალიზმს დავასწრებდა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას თითოეულ თქვენგანს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ ყველას მთელ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ დაანახეთ, რომ ქართველი ხალხი ცოცხალია, ქართველი ხალხი არსებობს და რომ ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას, არ შევეგუებით ჩვენი ღირსების შელახვას. თქვენ ეს დაანახეთ მართლაც მთელ მსოფლიოს, რომელიც თვალს ადევნებდა გუშინწინდელ უზარმაზარ მიტინგს რუსთაველის გამზირზე. ერთადერთი, ვინც ეს ვერ დაინახა სამწუხაროდ, იყო საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაგინახათ თქვენ, ვერ გაიგონა თქვენი ხმა და თქვენი პროტესტი, თქვენი აღშფოთება ერის ღირსების შელახვის გამო შერაცხა ერთი მუჭა ოპოზიციონერების ან ერთი მუჭა ხალხის მიერ გამოცხადებულ პროტესტად. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა და რომლის იმედიც როგორც ჩანს ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა, რომ ქართველი ერი ვერ შედგა, რომ სახელმწიფო ვერ შედგა. ეს განცხადებები და ეს მითი გუშინწინ დაირღვა, დაინგრა. ვერ შედგა მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროდ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება. ვერ შედგა იმიტომ, რომ ეს ადამიანები ფიქრობდნენ არა საქართველოზე, არა საქართველოს ხვალინდელ დღეზე და არა თითეული თქვენგანის ხვალინდელ დღეზე, არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე. მე რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2-3 თვის წინ ჩავატარე სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც განაცხადე, რომ საქართველოში რეალური ხდება დიქტატურის საფრთხე. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა დავინახეთ, რომ ეს საფრთხე პრაქტიკულად ჩვენ მოგვიახლოვდა. დიქტატურა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის, რომ ადამიანებს არჩევანის უფლებას ართმევენ. დიქტატურა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის, რომ ადამიანების ხმა აღარ ესმით. დიქტატურა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის, რომ ხელისუფლება წყდება თავის ხალხს და თავისა და საკუთარ ხალხს შორის უზარმაზარ ყრუ კედელს აშენებს. ის, რაც მოხდა 2003 წლის 2 ნოემბერს, სწორედ დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს არ ესმის თავისი საკუთარი ხალხის. არ უნდა ამ ხალხის ხმის გაგონება და არ უნდა ამ ადამიანებისათვის ანგარიშის გაწევა. სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ იმას, რაც ხდებოდა მთელი ამ კვირების განმავლობაში, როდესაც ათასობით ადამიანი წვიმის ქვეშ ფეხმოუცვლელად იდგა და ელოდა ხელისუფლებისაგან სამართლიანი ნაბიჯების გადადგმას. როდესაც ადამიანები პრაქტიკულად გაფიცვების პირველ და მანიფესტაციების პირველ დღეებში ითხოვდნენ მინიმალურს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დიალოგზე წამოსულიყო,
ჩვენ ყოველდღიურად ხელისუფლებისაგან მიღებდით კიდევ მეტ დამცირებას, კიდევ მეტ მასხრად აგდებას. კიდევ უფრო ცინიკური ხდებოდა გადათვლების ის მექანიზმი, რომელსაც იყენებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია. კიდევ უფრო ცინიკური ხდებოდა ის ხმების ის რაოდენობა, რომელიც ჩამოდიოდა რუსეთიდან, რომელიც რატომღაც მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკს და იმ პარტიებს ემატებოდა, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა ჰქონდა. კიდევ უფრო ცინიკური ხდებოდა ყველა სასამართლო პროცესი, როდესაც ბარიერი ხელოვნურად იცვლებოდა იმის გამო, რომ ბიულეტენები, რომლებიც გადახაზული იყო და უვარგისი იყო და მათი მფლობელები ითვლებოდნენ არჩევნებზე არ გამოცხადებულად, რაც მსოფლიო პრაქტიკაში წარმოუდგენელია. კიდევ უფრო ცინიკური ხდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებები, ჩემი და ჩემი კოლეგების მისამართით, როდესაც დღეს თუნდაც სამგორის სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პრაქტიკულად დანიშნეს ამ რაიონის დეპუტატად პანტიკო თორდია. როდესაც მიშა მაჭავარიანი მოხსნეს, ადამიანი, რომელმაც გაიმარჯვა რამდენიმე 1000 ხმით პირველ ტურში, იბრძოლა, რომ მეორე ტური მაინც ყოფილიყო და დღეს მოხსნეს მეორე ტურიდანაც კი და დანიშნეს პირდაპირ დეპუტატად. ჩვენ შეგვიძლია თუ არა შევეძლოთ ამას? შეგვიძლია თუ არა ჩვენ გავჩუმდეთ ამაზე? თუ ხმა ავიმაღლოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ქართველი ერი არ შეეგუება, საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება იმას, რომ ჩვენ სრული იგნორირება მივიღოთ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ არ შევეგუებით დანიშნულ პარლამენტს. ჩვენ პირველივე დღეებიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბლოკი ბურჯანაძე დემოკრატები არ ქმნიდა პრობლემას. ჩვენ არ ვაპირებდით ვითარების გამწვავებას, ერთადერთი ვამბობდით, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას დანიშნულ პარლამენტში. მაგრამ როდესაც ჩვენ დავინახეთ თუ რაოდენ დიდი ზომა მიიღო ცინიზმმა ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მარტო პასიური პროტესტის ფორმა, როგორიც იყო პარლამენტში არ შესვლა და პარლამენტს გარეთ დარჩენა, არ იყო საკმარისი. ამ ხელისუფლებას თქვენი შეურაცხყოფა არ უნდა გაუვიდეს. ჩვენ მოგიწოდებთ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით, მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით, მაგრამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოთ იმას, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ აკეთებს. ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ადამიანების მასხრად აგდებას. ხალხი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში უამრავი გაჭირვება მოითმინა, ითმენდა უშუქობას, ითმენდა უხელხასობას, ითმენდა უპენსიობას, უწამლობას, ყველაფერს რისი მოთმენად შეიძლებოდა. ითმენდა იმასაც კი, რომ აფხაზეთში დედები თავისი შვილების საფლავზე სანთლის დასანთებად ვერ შედიოდნენ. ამასაც კი ითმენდნენ იმის იმედით, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი იქნებოდა. ითმენდნენ იმის იმედით, რომ ხვალინდელი საქართველო ძლიერი, ერთიანი და მართლაც თავისუფალი და დემოკრატიული იქნებოდა. დღეს კი ჩვენ ყველას გვითხრეს, რომ თქვენ ითმენდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ისევ სიბნელე ჩამოწვეს. ითმენდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მამალაძეებმა, ხაზარაძეებმა, რჩეულიშვილებმა გიკარნახონ, როგორ უნდა იცხოვროთ თქვენ. არ შეეგუება მას საქართველოს არც ერთი მოქალაქე. უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს პრეზიდენტს. უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა მთელ საქართველოს. რაც მეტი იქნებით, მით მეტია ჩვენი ძალა. რაც მეტი იქნებით, მით მეტი შანსია იმისა, რომ მხოლოდ მშვიდობიანად მოვახერხებთ ჩვენი გამარჯვების მიღწევას. რაც მეტი ადამიანი დადგება საპროტესტო აქციაზე, მით მეტი ძალა გვექნება და მით მალე მოვაგვარებთ ჩვენ ამ პრობლემას. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არც ერთ კუთხეში საქართველოს არც ერთი ადამიანი არ შეეგუება მისი მასხრად აგდებას. არც ერთ კუთხეში საქართველოსი, არც ერთი ჩვენგანი არ შეეგუება იმას, რომ ჩვენი შვილების მომავალი ერთ ლუჭა ადამიანებზე იყოს დამოკიდებული. მე გაწმუნდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების გარეშე, კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადავდგათ. არ გაუცრუოთ ადამიანებს ის უკანასკნელი იმედი, რომელიც მათ თვალებში გაჩნდა მას შემდეგ, რაც პირველად ამდენი წლების განმავლობაში 60,000 ადამიანი ერთად დაინახეს რუსთაველის გამზირზე. არ გაუცრუოთ იმ ადამიანებს იმედი, რომლებიც მზად არიან მშვიდობიანი, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის. დავდგეთ ერთად, მოგიწოდებთ, რომ ყველანი ვიყოთ ერთ მუჭად შეკლუნი. ერთ მუშტად შეკლუნი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ გადავაბაროთ იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად ვერ წარმართავს ამ ქვეყანას დემოკრატიული, განვითარებული და ცივილიზებული გზით.
დავდგეთ ერთად, რომ არ მივცეთ იმ ადამიანებს საშუალება, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, თავს ხო გვაქვს თავისი აზრი, გააქროს ამერის ღირსება, შეურაცხყოს საქართველოს, შეურაცხყოს ქართველი ერი, შეურაცხყოს ნებისმიერი ადამიანი, ქართველი თუ არაქართველი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვისაც ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ მიაჩნია. იცოდეთ, რომ ეხლა არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ თუ ეხლა, დღეს, ხვალ ამ დღეებში დავკარგეთ შანსი ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების, დავკარგეთ შანსი იმისა, რომ ადამიანებს, ვისაც გაუჩნდება სურვილი ჩვენით მანიპულირების, ვაჩვენოთ რა მოუვა თითოეულ მათგანს, როგორ ვეწყვით ჩვენ მას არას და არ მიცემთ ამის უფლებას, დარწმუნებთ, რომ საქართველოს ეს შანსი კიდევ ძალიან დიდი ხანი აღარ ექნება. ეხლა გადამწყვეტი ბრძოლის დროა. ეხლა არ არის ნეიტრალური პოზიციის დრო. ეხლა არ არის იმის დრო, რომ შორიდან დადგე და უყურო, შორიდან დადგე და აკრიტიკო, შორიდან დადგე და ჭკვიანური აზრები გამოთქვა. ვისაც ჭკვიანური აზრი გაქვთ, მობრძანდით, ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ, ერთმანეთს მხარში ამოუდგეთ, ერთმანეთს შეუსწოროთ, მაგრამ ვიბრძოლოთ ერთად. ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, კონსტიტუციურად, მაგრამ ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსების და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის. დიდი მადლობა. ეს არის სამოქალაქო დამორჩილებლობის დღეს შექმნილი კომიტეტის პირველი და გაფართოებული სხდომა. სხდომა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ რა გზას ვადგავართ. გუშინ ძალიან გვიან ღამემდე, უпростоრედ დღეს ძალიან ადრე დილამდე, ნინოსთან, მიშასთან, ჩვენ სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენ ვისხედით და დეტალურად გავდიოდით იმას, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის სტრატეგია, რა გზებს უნდა მივმართოთ, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოოდ გავაკეთოთ ის, რასაც შევპირდით ქართველ ხალხს, ვიზეიმოთ ყველამ ერთად გამარჯვება. ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი პროტესტი იქნებოდა ძალადობისგან თავისუფალი, იქნებოდა მშვიდობიანი, მაგრამ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მძაფრი პროტესტი. და ჩვენ აი ამ პროტესტის ტალღას ავაგორებთ მანამ, სანამ არ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ დაიხიოს უკან და დაგიბრუნოთ ის, რაც წაგართვათ, რაც მოგპარათ თქვენი არჩევანის უფლება. აი ერთგვარად ვცადოთ, გადავხედოთ იმ ვითარებას, რაც შეიქმნა ბოლო 1 კვირის 10 დღის განმავლობაში, იმ დროის განმავლობაში, რაც გავიდა 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ. ცხადი იყო ხელისუფლებას ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ ასე თავხედურად დანიშნავდნენ ახალ პარლამენტს, საზოგადოება შეიძლება წაიწუწუნებდა სამზარეულოებში, ბირჟებზე შეკრებილი ახალგაზრდობა გაუზიარებდა ერთმანეთს წუხილს და ამით ჩაცხდებოდა ყველაფერი და შევარდნაძე ასლან აბაშიძესთან ერთად საბოლოოდ დაიკანონებდნენ იმას, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნით მათ და არა იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. თავარი, რისი თქმაც, რისი გაცხადებაც შეიძლება დღეს, გაცხადება აბსოლუტურად გადაჭარბების გარეშე. ჩვენ დღეს შეგვიძლია დავაფიქსიროთ, საქართველოში დაიწყო ის მოძრაობა, რომელიც თავისი მასშტაბებით შეიძლება გაუტოლდეს, შედარდეს მხოლოდ ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას. დღეს თითოეული ჩვენთაგანი ვამაყობთ იმითი, რომ ჩვენ ჩართული ვართ იმ მართლაც ბრძოლაში, მოძრაობაში, რომელმაც როგორც 15 წლის წინ ამ ქვეყანას მოუტანა ეროვნული დამოუკიდებლობა, ამჟამად უნდა საბოლოოდ დაუბრუნოს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს პირადი ღირსება, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, იმის უფლება, რომ ცხოვრობდეს ნორმალურ, დალაგებულ, ეკონომიკურად მოწესრიგებულ ქვეყანაში.
აი ეს მოძრაობა წამოვიწყეთ ჩვენ ყველამ ერთად და ბუნებრივია ვიდგებით ამ პოზიციაზე, მაგრამ სანამ არ დავიბრუნებთ კიდევ ამბობ იმას, რისი მიტაცებაც, რისი მოპარვაც სადა ხელისუფლება. არ ყოფილა ბოლო წლებში იმის პრეცედენტი, რომ 10,000 ადამიანი, ყველა ასაკის, ყველა ფენის წარმომადგენელი, ყველა რეგიონის წარმომადგენელი გამოსულიყოს ქუჩაში არა იმისთვის, რომ მოითხოვოს 1 ლარით ხელფასის გაზდა, არა იმისთვის, რომ მოითხოვოს 1 ან 6 თვის მოპარული პენსიის დაბრუნება, არა იმისთვის, რომ მოითხოვოს, რომ შუქი ჩამირთეთ ჩემო მთავრობამ და ამას გეხვეწები და გემათხოვრები, არამედ იმისთვის, რომ თქვენს ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს ღირსება და არ დაუშვებთ, რომ შენ მომპარო მე თავისუფლება და მე გეუბნები საბოლოოდ არას და გაიძულებ, რომ წახვიდე ხელისუფლებიდან. ეს მართლა დიდებული საამაყო, მართლა საამაყო, თაობებისთვის საამაყო დღეები და კვირეები იქნება საქართველოს ისტორიის. ის დღეები იქნება, რომლითაც გავა და გავადრო და ქართველთა თაობები იამაყებენ, რომ აი ესეთმა ადამიანებმა ერთხელ და საბოლოოდ მოგვაცილეს ის ურჩხული, რომელიც აღჭობდა ჩვენს ქვეყანას. მეორე მხრივ გადავხედოთ, აი ხალხი დაირაზმა, დადგა, თან როგორ დადგა, ორგანიზებულად, შვიდად, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეშურდებოდა ის წესრიგი, ის სიმშვიდე, ის სიმტკიცე, როგორც იდგნენ ადამიანები. 60,000 ადამიანი აღელვებული იდგა ქუჩაში და ერთი მანქანა არ გაკაცრულა. თქვენ გინახავთ ხო კადრები, როგორი ბელგიაში ან შვეიცარიაში ხან ვიტრინებს ჩაანკრევენ, ხან მანქანებს ამოაყირავებენ. სამაგალითო და საამაყო იყო ის აქცია, რომელიც დაიწყო და რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ სხვა სულისკვეთება ტრიალებდა იქ, განსხვავებული, ამაღლებული სულისკვეთება. ეხლა მოდით შევხედოთ, რას შვება ხელისუფლება ამის საფასუხოდ. ქალბატონმა ნინომ მოგახსენათ, აი დღესაც კი, როდესაც ესეთი დაძაბულობა არის, ხელისუფლება სადაც კი მიასწრებს, სადაც კი აი ღამის თურდივით სიგნალეში გავა კიდე რაღაცის გაფუჭება, ეხლაც აგრძელებენ ამ პროცესს და დღევანდელ დღეს 1 საათის წინ დამთავრდა სასამართლო პროცესი, რომელიც ცდილობს, რომ 5-ით 1 რო წააგო მიშა მაჭავარიანთან, პანტიკო თოდრიამ სასამართლოს ძალით დანიშნოს ის არჩევნების გარეშე დეპუტატად. ეს პროცესი გაყალბების, ძალადობის, უცინდისობის ამ საათებში გრძელდება. შეისმინა შევარდნაძე და მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა ის რისხვა, რომელიც იყო თბილისის ქუჩებში 2 დღის წინ, არა მათ დასახეს გეგმა, რომ ხვალ ან ზე ყველაზე გვიანი შეიკრიბება CSKO და გამოაცხადებს არჩევნების შედეგებს, რომელიც იქნება, როგორც თქვენ ხედავთ ტელეეკრანებზე, გამოცხადება, რომ მოიგო სახელმწიფო ბლოკმა, მოქალაქეთა კავშირმა და მოიგო ასლან აბაშიძემ. პარალელურად გვაქვს ინფორმაცია, რომ გეგმავენ თბილისში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული აჭარიდან პოლიციელების ჩამოყვანას, რომლებმაც უნდა განასახიერონ მეორე მხრიდან სამოქალაქო პროტესტი თურმე და დაუპირისპირონ აი 10,000 ადამიანს, ვინც გამოვიდა ქუჩაში. პარალელურად აპირებენ, რომ ზეთუ გამოცხადდება შედეგები მეორე დღესვე პარლამენტის შენობაში შეიყვანონ თქვენთვის ყველასათვის საყვარელი და პატივცემული. აი ეს ძალიან ძელი ჩამონათვალი არის, მე მხოლოდ რამოდენიმეს შეგახსენებ. ვიტალი ხაზარაძე, ირინა სარიშვილი, ვახტანგ ჩეულიშვილი, ჯემალ გოგიკიძე, ცოტნე ბაკურია, გამიცე ახლა ყველას ვერ ჩამოთვლი ნამდვილად, რომლებიც იყვნენ, რომ იმ წუთიდან ისინი არიან ქართული პარლამენტი, ისინი წარმოადგენენ ქართულ ხალხს, ისინი მიიღებენ იმ კანონებს, რომლითაც თქვენ უნდა იცხოვროთ და ისინი განსაზღვრავენ საქართველოს მომავალს. მაინც ცოტას ნერვიულობენ
და ამიტომ ასლა ნაბაჩიძე ჩაბზანდა მოსკოვში, არა ცნობილი კრემლის აგენტი გურჯანაძე, სააკაშვილი ან ჟვანი, არამედ გუმხურვალე პატრიოტი ასლა ნაბაჩიძე, მეორე პატრიოტის ედვარდ შევარდნაძის დავალებით და გუშინ თუ ვინმე მუყურეთ ღამე აჭარის ტელევიზიას მე ხარს უსვავ, არა რუსთავიორს ან რომელიმე დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, იქ გვიყვება ასლა ნაბაჩიძე, რომ მე ჩამოვედი მოსკოვში, რათა ვთხოვო ჩვენ რუს მეგობრებს დახმარება, რათა საქართველოში დამყარდეს წესრი. აი ამაზე არის საუბრები, ბანი. გახსოვთ, ხო კარგად ყველას არ დაგვიწყებია ჩვენი რუსი მეგობრები, როგორ ამყარებენ ხოლმე წესრიგს საქართველოში. აი აბსოლუტურად სწორი არის ის, რაც დღეს ხდება, შევარდნაძე და ასლა ნაბაჩიძე ფარულ მე-11 არმიას აყალიბებენ. მე-11 არმიას ქმნიან, რომელიც ესე ჩუმჩუმად უნდა შემოცოცდეს პარლამენტის შენობაში, თბილისის ქუჩებში და ეს ჩვენი დღეს აღმართონ წითელი დროშა და აფრინონ სასიხარულო დეპეშა მოსკოვში. აი ამაზე არის საუბარი დღეს. დღეს ჩვენ აღარ ვიცით მხოლოდ არჩევნებისათვის. არჩევნები არის საშუალება ხალხმა აირჩიოს საკუთარი მომავალი და რა კი თქვენ წაგართვეს არჩევანის უფლება, ხორციელდება ყველაფერი ის, რაც ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს. თქვენ წაგართმევენ თქვენ ეროვნულ ღირსებას და ეროვნულ დამოუკიდებლობასაც. და ეს სახეზე არის დღეს. დღეს ჩვენ მართლაც ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსათვის. აი ეს არის ჩვენი ბრძოლა. ამიტომ ჩემო მართლა ძალზე პატივსაცემო მეგობრებო, აი მართლაც ჩვენო საამაყო თანამოქალაქეებო, მე მინდა ყველას გვესმოდეს, რამდენად დიდი არის, განუზომლად დიდი არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულს გვეკისრება. იცით რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ჩვენთვის, აი ნინოსთვისაც, მიშასთან ვისაუბრეთ ამაზე, იმ მიტინგზე, როცა დავდიოდით ღამე თუ დღისი, თავარი ვცნობდით, რომ ის ხალხი ჩვენ ლიდერებს კი არ გვიჭერდა მხარს. თქვენი თხოვთ დღეს ხალხი, რომ არ დაიგიოს არც ერთი ნაბიჯით უკან ლიდერებმა. ეს არის მართლა ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ჩვენი ბრძოლის გზა. ჩვენ ავირჩიეთ მართლაც ძალიან რთული გზა, სადაც ყველაფერი იქნება დამოკიდებული თითოეულზე და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე. რამდენად სწრაფად მივახცევთ ჩვენ წარმატებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ასეულ, რამდენ ათასეულ ქართველს ეყოფა იმის სიმამაცე, იმის გულადობა, რომ თავის ადგილზე, თავის სამუშაო ადგილზე, იქ სადაც ცხოვრობს საკუთარ უბანში, იმ ხალხთან ვისთანაც ურთიერთობს, აი იქ გამოხატოს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, შევარდნაძის ხელისუფლება მისთვის არის მიუღებელი. საქართველო ხალხმა უნდა თქვას ერთხელ და საბოლოოდ, ის არ ემორჩილება ედვარდ შევარდნაძეს. ის არ ცნობს შევარდნაძეს საკუთარ პრეზიდენტად. საქართველო ირჩევს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზას. ყველა გუბერნატორმა, ყველა მინისტრმა, ყველა გამგებელმა, ყველა პოლიციელმა უნდა დაინახოს, რომ მორჩა ატუხდა საზოგადოება. აღარ არის ეს ის საზოგადოება, რომელიც თავს დაუხდის ყველაფერზე, რომ ისინი აწვდებიან ჩუმ, შვიდ წინააღმდეგობას უკლებლივ ყველა ნაბიჯზე. უნდა გაიფიცონ სკოლები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ
შეწყვეტენ წარმოდგენებს თეატრები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოგვეხმაურება ასობით და ასობით კოლექტივი. ჩვენ მივმართავთ პროფესორებს უნივერსიტეტებში და მივმართავთ მათ სტუდენტებს. გამოყვაგონ, რომ წერტილი უნდა დაესვას ამ რეჟიმს. ყველამ საქართველოში უნდა ვიყოლოთ ჩვენი ფორმა ერთმანეთისადმი, ხალხისადმი, სოლიდარობის და იმის ნათლად და მკაფიოდ თქმის ფორმა, რომ ჩვენ აღარ შევეგუებით შევარდნაძის მმართველობას. აი ეს არის ჩვენი გზა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზა. ჩვენ შევქმნით მთავარი საკოორდინაციო კომიტეტი, სადაც გაერთიანებულია ბუნებრივია დემოკრატებიც, ნაციონალური მოძრაობაც, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი მოქმედებები და აღარ არსებობს განსხვავებები პარტიებს შორის. ამ კომიტეტებში შემოვლენ საზოგადოების წარმომადგენლები, თითოეული ჩვენი ოფისი, ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება დღეიდან დაუმორჩილებლობის მოძრაობის შტაბები. თქვენ შემდეგ გოგა გაბაშვილი გაგაცნობ ჩვენს მიმართვას საზოგადოებისადმი. ჩვენ გამოვაცხადებთ ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებს და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ჩვენ ვთხოვთ ყოველმა გამოიჩინოთ ინიციატივა და გითხრათ აი თქვენი პროფესიიდან, მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ შეგიძლიათ აი ამ დიდ მდინარეში საერთო სახალხო პროტესტის თქვენ რა ნაკადულით შევეერთდებით და რა წვლილს შეიტანთ. მე მინდა გაგარწმუნოთ, ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, ეს არის არა მხოლოდ მშვიდობიანი გზა, ეს არის არა მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული გზა, ეს არის ის, რასაც ჩვენი კონსტიტუცია ჩვენ გვავალდებულებს. იმიტომ რომ სიტუაციაში, როდესაც პრეზიდენტი არამც თუ არ იცავს კონსტიტუციას, არამედ არხევს და თელავს მას თექვეშ, სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება არამც თუ არ იცავს კანონებს, არამედ ყოველ ნაბიჯზე კანონების წინააღმდეგ ძალადობას ჩადის, თქვენ მოქალაქეები, ამაყი მოქალაქეები, ხართ ვალდებული დაიცვა თქვენი კონსტიტუცია, თქვენი ღირსება და თქვენი სამშობლო ხელყოფისაგან. და ამიტომ ვირჩევთ ჩვენ კიდევ მეორე ამ გზას და მოგიწოდებთ, რომ დღევანდელი დღე გახდეს ეს ჩვენი გაფართოებული სხდომა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შტაბის პირველი გაფართოებული სხდომა. გახდეს ის ისტორიული მომენტი, რომელიც დაიწყებს სრულიად საყოველთაო მოძრაობას საქართველოში, რომელიც საბოლოოდ მართლაც თავისუფლებას მოუტანს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში, როგორც დღეს, ისე მოუტანს თავისუფლებას და ბედნიერებას იმ თაობებს, ვინც ჩვენ შემდეგ უნდა ცხოვრობდეს ბედნიერ და გამარჯვებულ საქართველოში. მინდა კიდევ და კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მოგახსენოთ. მე მგონი კენჭისყრის ჩატარება აქ არ არის საჭირო. მე გთხოვ ყველამ საბოლოოდ აი თუნდაც ჩვენი დაში დავადასტუროთ ის, რომ ჩვენ ჩავყარეთ საფუძველი ჯერ საქართველოსთვის არნახულ უპრეცედენტო საერთო სახალხო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას.
საკოორდინაციო კომიტეტის მიმართა საქართველოს საზოგადოებას ეს იქნება პირველი მიმართა, რომელთაც დაუმორჩილებლობის კომიტეტი მიმართავს საქართველოს საზოგადოებას. თანამემამულება მოგმართავ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჟანრს, როცა უნდა გაიგოს. დაგზას დაადგება ჩვენი ქვეყანა, შეეგუება სიხალხეს და თავისმოსავალ ძალადობას, თუ ხმას აიმაგრებს და იბრძოლებს უზენაესი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის. 2 ნოემბერს და შემდგომ დღეებში შევარდნაძისა და აბაშიძის რეჟიმებმა მოახდინეს ხელისუფლების სრული უზურპაცია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გზით. პარლამენტი, რომლის მოწვევას ცდილობს საქართველოს პრეზიდენტი, არ აურჩევია საქართველოს მოქალაქეებს. ეს უკანონო და არალეგიტიმური ორგანოა. შევარდნაძე და აბაშიძე უგულებელყოფენ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქის ნებას და ცდილობენ მშვიდობიანი პროტესტი გარეთ ძალების ჩარევით ჩააშორონ. ხელისუფლება ხალხს დაუპირისპირდა. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის. დღეს ხელმა ქვეყანა მშვიდობიანი და მტკიცე მოქმედებებით, ეს არის ნომრები 91.0060, 91.02. ამ ნომრებზე ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ შეგვაწყვეტენ დაუმორჩილებელისა და მშვიდობიანი პროცესის გამოყენებას. და ეს არის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, უთანასწორო ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენ მხარეს არის მთელი ხალხი, მეორე მხარეს არის ერთი მუჭა ჩინოვნიკები და ძალიან სუსტი რეჟიმი. და ამის გამო ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უახლოეს დღეებში შეგირბოს ეს ეგრეთ წოდებული ამოსახსენებელი არჩეული პარლამენტი. ჩვენმა საერთოდ ვიმჩნევთ დაიკავებს მოქმედი პარლამენტის კანონიერი დამტოვარი ხალხადობის ინდემარება განაცხადებულია. მაგრამ პრეზიდენტ შევარდნაძემ გვაჯობა და I'm always saying There's always something to be going on here. I was meeting between, I guess, Shevardnadze actually, and whole mission. And our mission was, you know, we had a lot of press in all the time, so we had very tough people who kept the press all over. So then the second day we went over to the Soviet mission. It struck me that they can do it better. By the second time we had sort of Reagan, Gorbachev in Geneva, and თავისთავად ეს შეხვედრა არის მხარდაჭერა და ისინი წარმოუდგენელი შეხვედრის შტატებს და საერთოდ სოფლის გაიგებები ამდენი წარმოადგენელი აჭარბენ ჩვენ ამდენი და ის მიუხედავად იმ გამოაგზავნა ისთვის გამოაგზავნა არა მოდი დიგებე
არა. მე დამტოვეს ხვალე ჩვენ. ჩვენ მიდიხართ დღეს მატარები, ხო? ესე ოფისის ყველა მანქანა წამოვიდა ვინც კი მაგარი. დაჯექი, დავი. Ezem ki dia fotoaparatus. Var fotoğrafçı. Dia ეს ეგრევე პარლამენტთან უნდა მიხვიდე, სიგნალებით გაყარო ბათუმლები. ნადაბლები. აი კმარასად მაგარი დროშა. ატარებიო ბიჭო, გაიგე. ეს პატრონისინებულია თავს ჩასაბუთა. ფოტოაპარატი დევს და ჩემ ბატარეა. ჯერ მარტო მანქანები თავი. Alexi Magariam. Signale moku dau. Ha? Sheni? Dau. Agora. Gai. Vamos. Sorry das. Ხალხი აქ. აი ხალხი. მიდი ტიგრემო. დაღლება. ტიგრემო. არა. მოიხედე პანჯერები. ხალხი ხდება, აქ ეს ხალხი სტარტო ვიდეო. ნელა სიგნალი. აა
მივიდეს ხო? ეს მიგასე. არა, შეიძლება გასა. აუცი. Eldar na chigela era. Axi, რა ხდება იქიდან?